4 წლის წინ მართლაც რთულად თუ ვინმეს წარმოედგინა, რომ ზეობის ხანაში მყოფი პუტინის რუსეთი, მისი შეერაღებული ძალებიც მათ შორის, რომლის განვითარებაშიც ის ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს დებდა, ვერ შეძლებდა მათ მიერ დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევას. რა იყო პუტინის სამხედრო სტრატეგიული მიზნები და რა ეტაპზე ვართ ახლა? მოგესალმებით, მივესალმები ბატონ ვალერის ძალიან მოხარულე მასთან ერთად. სულ ოდნავ უკან შეგვიძლია რომ გავუძიოთ რომ მასთან ერთად რომ ვარ სტუდიაში და ასევე მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ძალიან კომპლექსური კითხვა არის, საინტერესო კითხვა არის. პუტინის სტრატეგიული მიზნები, გაცხადებული მიზნები ყოველ შემთხვევაში იყო ის, რომ დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ნატოს დაკავება შორს რუსეთის საზღვრებიდან. არც ერთი ამისგან ერთ ერთი ვერ შესრულდა, ეს რაც გაცხადებული მიზნები იყო. რეალური მიზანი ხო გასაგები იყო სრული კონტროლი, უკრაინის სრული კონტროლი და ევროპასთან ახლოს გასვლა და ევროპის დამუქრება. ეს იყო, რა თქმა უნდა, აი ამ გაცხადებული მიღმა მდგომი სტრატეგიული მიზანი. შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული იქნა რამოდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა სტრატეგიულ დონეზე, დაგეგმარებიდან გამომდინარე. პირველი იყო ის, რომ არ იქნა განსაზღვრული სტრატეგიული გრავიტაციის ცენტრი, უпростоროდ არასწორად იქნა განსაზღვრული სტრატეგიული გრავიტაციის ცენტრი, ეს იყო მოსახლეობის ნებაწინააღმდეგობისადმი. ეს ვერ იქნა განწყობა და მზადყოფნა წინააღმდეგობის გაწევისთვის. მეორე ოპერატიული სტრატეგიული გრავიტაციის ცენტრი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო, არ იქნა გათვალისწინებული, ეს იყო დასავლეთის დახმარება უკრაინისადმი. და განგრძობადობის ხასიათი კი. გათვლა იყო, რომ თავიდან კი ექნებოდა რაღაც რეაქცია, მაგრამ შეეგუებია. რა თქმა უნდა, და ამას მოყვა ეს როგორ დომინოს პრინციპი, არასწორი დაზვერვითი ან ვერ მიწოდება, ან არ მიწოდება, ან მიწოდება მხოლოდ იმის რისი გაგონებაც ალახის ჩრდილს სურდა და აქედან გამომდინარე შესაბამისად ოპერატიული დაგეგმარება წავიდა არა ისე როგორც იყო საჭირო. ანუ არ იქნა განსაზღვრული რა ძალები დაუპირისპირდებოდა უკრაინელები, როგორ დაუპირისპირდებოდა, რამდენად დაუპირისპირდებოდა, რამდენად ესე იგი საბრძოლო სულისკვეთები დაუპირისპირდებოდა და ასე შემდეგ. შესაბამისად მოხდა ის გათხრების არასწორი გათხრები, ოპერატიული გათხრები, რომელსაც მიიყვანა ფაქტიურად კატასტროფამდე პირველი შეტევებიდან დაწყებული. აი ეგ ძალიან კარგი რუკა გაქვთ გამოსული, საიდანაც ჩემს აზრით უფრო ადვილია დღევანდელ გადასახედიდან საუბარი, ვიდრე იმდენად მცირე მასშტაბიანი დაპირისპირება ხდება დღეს ფრონტის ხაზზე, რომ ისე დასახლებულ პუნქტები, რომელიც არაფრის თქმელი იქნება მსმენელისთვის. აი აქ ზოგადად სრული ფართო თვალსაზრისით ძალიან კარგადაა ნაჩვენები, აი ლურჯად რაც არის შეფერილი, ეს არის ის ტერიტორიები, რომელიც დაიკავა რუსეთმა, აი ამ პირველი შეტევის საწყის ეტაპზე, რომელიც დაიპყრო ესეთი დიახ, კიევამდე მისულები არიან, იქ ბუჩარი, ირპენი, კიევის ჩრდილოეთ ნაწილში არის ზუსტად მოქცეული და შემდგომ წარმოიდგინეთ, რომ აი ეს ტერიტორიები უკვე შემდგომ ეტაპზე უკრაინელმა შეძლო შეკავება და შემდეგ მოხდა ორი მნიშვნელოვანი კონტრშეტევა. კონტრიერიში, კონტრდარტყმა უпростоროდ ოპერატიული თვალსაზრისით, ერთი იყო ხარკოვის და მეორე იყო ხერსონის, რომელთაც აიძულეს რუსული დანაყოფები, რომელიც შემოსული იყვნენ დიდი დანაკარგებით დაეხიათ უკან. მანამდე რა თქმა უნდა კიევიდან უკან გადახეული და უკან განადგურებული კოლონების სურათები ყველას ახსოვს კარგად. რუსები იძულებები გახდნენ ხარკოვი დაეტოვებინათ, ხერსონი დაეტოვებინათ, უმნიშვნელოვანესი ქალაქი რუსებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს დინარის მეორე მხარეზე ყოფილიყო და პლაცდარმი შეექმნათ უკვე ოდესის მიმართულებას და მოლდოვის მიმართულებაზე და ასევე ხარკოვთან ფაქტურად მისულები ისე უკან იქნა დაბრუნებული იგივე ლიმანის მიმართულებას და ასე შემდეგ. დღევანდელი ვითარება, ხო, იყო უკრაინელების მხრიდანაც მნიშვნელოვანი მცდელობა კონტრ-იერიშის
გაგრძელების და მცდელობა იყო რომ მოეწყვიტათ სახმელთო კავშირი იმას საქვია ყირიმსა და დონეცკის რაიონებს შორის და გასულიყვნენ აზოვის ზღვაზე, გაეხლიჩათ ეს შუაში, მაგრამ ცნობილია სუროვიკინის ხაზი, ეგრეთ წოდებული სუროვიკინის ხაზი, თავდაცვითი ხაზი, რომელიც იყოძლიერად ფორტიფიცირებული, იქ ჩემი საზრით იყო რაღაც გარკვეულწილად არ თუ ისე ბოლომდე მომზადებული ეს კონჩეტება, უფრო იყო პოლიტიკური მიზანშეწონილობა უფრო მეტი იყო ვიდრე სამხედრო. შორის ზალუჟნი მომხრე კრიტიკა გამოაქვეყნა უფრო იყო ვიდრე სამხედრო ცენტრული აი შეტევა. ეს იყო წარუმატებელი, თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინელმა შეძლეს შეექმნათ გარკვეული სტატუს კვო, რომელიც დღესდღეობით განისაზღვრება სულ რამოდენიმე კილომეტრიანი გადაადგილებით. საინტერესოა რომ 5 დღეში უკრაინელმა აი ბოლო პერიოდის 5 დღეში უკრაინელმა შეძლეს გაენთავისუფლებინათ იმდენი ტერიტორია 200 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია. ბოლო მონაცემებით 300 არის. 300-მდე ხო, აგრძელებენ ის შეტევა მიმდინარეობს, ეს შეიძლება დიდი არ იყოს აი ამ 2000 კილომეტრად ფაქტურად გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე, მაგრამ მნიშვნელოვანი იყოს უკრაინელებისთვის როგორც ფსიქოლოგიურად, ისე მორალურად, ისე ტაქტიკურ დონეზე. ის რაც მაგალითად რუსებმა შეძლეს ერთი თვის განმავლობაში დაეკავებინათ. ანუ უკრაინამ 5 დღეში შეძლეს ის რაც რუსებმა უდიდესი სისხლის ფასად დაიკავეს ერთი თვის განმავლობაში. აქ ასე მნიშვნელოვანი ერთი ფაქტორი. წინა კვირაში ყოველ დაკავებულ კვადრატულ კილომეტრზე 1 კვადრატულ კილომეტრზე უკრაინელსა რუსები კარგავდნენ 170 კაცს. ამ კვირაში ეს უკვე 200 კაცამდეა გაზრდილი. ანუ დანაკარგების ზრდა მზარდი არის დანაკარგების რუსების მიმართ. ეხლა რა თქმა უნდა რუსებიც ფაქტურად შეჩერებულები არიან მცირეოდენ გადაადგილებებს თუ არ გავითვალისწინებთ, მაგრამ ეს არა მხოლოდ ის რომ აი უკრაინელმა შეუტეს ან მათ არა აქვთ ეხლა ძალა. ჩემისაც ხდება გადაჯგუფება, გაზაფხულისთვის მზადება, რაღაც გარკვეული ოპერატიული პაუზაც აიღეს რუსებმა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რომ შევაჯამოთ აი ეს რუსული სტრატეგიული აზროვნების ტრანსფორმაცია, შეიძლება ასე დავარქვათ, ხო? ის დანაყოფები, ის დაჯგუფებები, რომელიც იყო კარგად მომზადებული სირიის, საქართველოს, რეფორმებიდან მიღებული დიდი გამოცდილებით, საუკეთესოდ აღჭურვილი, რომელსაც მართლა ეშინოდა ევროპას და მეორე მსოფლიო არმია ერქვა, არასწორი და უგუნური, კორუმპირებული და უგუნური ხელმძღვანელობის მიერ არასწორად გამოყენებით იქნა განადგურებული. დღევანდელი ის შევსება, რომელსაც დღეს არის ხარისხობრივად მნიშვნელოვნად უფრო დაბალია, ვიდრე იყო აი ომის პირველ წლებში, რომელიც იქნა განადგურებული და ამავე დროს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი შეგახსენებთ, რომ არავის არ ჯეროდა, რომ რუსები, უკრაინელები ამას გაუძლებდნენ. დასავლეთში რატო იყო შეტანილი ხო ეს ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინები, ენლოები, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, ვინაიდან დასავლეთი თვლიდა რომ უკრაინა ვერ გაუძლებდა სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ იქნებოდა წინააღმდეგობა და აი პარტიზანული და წინააღმდეგობრივი მოძრაობისთვის, ანუ თეთრი ავღანეთის, ან ევროპული ავღანეთის ვარიანტისთვის ემზადებოდა დასავლეთის და დახმარებოდა უკრაინას. მაგრამ უკრაინელმა აჩვენეს, რომ კონვენციურ დაპირისპირებაშიც მათ გააჩნდათ ის უპირატესობა, რასაც მიაღწიეს დღეს და დღეს ადამიანს ვერ მომიყვანთ აქ, რომელიც მეტყვის, რომ რა სიახლე, რა ახალი ტექნოლოგიური სიახლე შექმნეს რუსებმა და გამოიყენეს უკრაინაში. კი, რაც გამოიყენეს ისიც ირანელების ხო, თავისიც კი არ იყო. და რა ესე იგი გარდამტეხი ეფექტიანი ტაქტიკა გამოიყენეს უკრაინაში. და ამ დროს უკრაინელები მუდმივად, რა თქმა უნდა, დასავლეთის დიდ დამსახურება, ტექნოლოგიური დიდ დამსახურება, უკრაინელებს აქვთ უკვე თავისი ბალისტიკური რაკეტები, უკვე თავისი ფრთოსანი რაკეტები, უკვე თავისი დრონებზე აღარა საუბარი და აწარმოებენ სამხედრო ინდუსტრია ისე განავითარეს უკრაინელებმა, რომ თავისი მოთხოვნის 40%-ზე მეც უკვე თვითონ აკმაყოფილებენ. თავისი წყალქვეშა დრონები. წყალქვეშა დრონები. ზღვაში საკმაოდ სერიოზულად არის. წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელსაც საზღვაო ძალები არ გააჩნია, რუსეთის შავი ზღვის ცნობილი შავი ზღვის ფლოტი ძლევამოსილი ჩაკეტა
ნოვოროსიისკში და 33 თუ 33 ხომალდი დაუზიანა და ჩაუძირა. ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია საზღვაო ძალები და რუსეთს, რომელსაც საჰაერო ძალებით ამაყობდნენ, ხო, ვერ შეძლეს საჰაერო ბატონობის მოპოვება უკრაინაში.